აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ თემის სამედიცინო პუნქტების მედდებს გლუკომეტრები და ტესტ ჩხირები გადასცა. აქტივობა სოფლის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 783.400 ლარით განისაზღვრა. აღნიშნულ სადიაგნოსტიკო საშუალებას 100 თემის სამედიცინო პუნქტი მიიღებს და ამით დასრულდება ექიმამდელი სამედიცინო დაწესებულების გლუკომეტრებით უზრუნველყოფა. პროგრამა თემის სამედიცინო პუნქტების უზრუნველყოფას პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებით, სადიაგნოსტიკო საშუალებებით და მედდების ხელფასით თვალისწინებს. წელს თემის სამედიცინო პუნქტებისთვის 38.219 ლარის ღირებულების პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტი და 9.839 ლარის ღირებულების შესახვევი მასალა შეიძინეს. აჭარაში 186 თემის სამედიცინო პუნქტია, სადაც 230 მედდაა დასაქმებული. გლუკომეტრები გადმოგვეცა. ყავს 20 პაციენტი, რომელსაც ვემსახურებით ამჟამად გადაუდებელი მდგომარეობაში არიან და ისე 400 ადამიანს ვემსახურებით ძენწმანი კორომხედს. სოფლებში არის ხალხი, რომელსაც საერთოდ არც კი გაუზომია შაქრის შემცველობა სისხლში და ეს მოთხოვნადი იყო, ამიტომ ამ პროგრამის ფარგლებში მოხდა ამ ტექნიკის, ასე ვთქვათ, გლუკომეტრების გადაცემა. ამის გარდა ამ პროგრამით მარტო ტესტ ჩხირები და გლუკომეტრები არ არის, გადაეცემათ მედიკამენტები პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის და გადაეცემათ შესახვევი მასალა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის.